გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან, მე ვარ დავით კალანდია. ემანუელ მაკრონმა ბრძანა 8 წლის წინ სომხეთში არავინ ჩავიდოდა. თუმცა ნიკოლმა ხავერდოვანი რევოლუცია მოაწყო და ქვეყანა რუსეთიდან მომავალი რისკებისგან გაათავისუფლა. მეგობრებო, მე ახლა მინდა ცოტა ხნით რუსეთის მხრიდან შევხედო ამ ყველაფერს. მაგრამ სანამ ამას ვიზამდე, ვიტყვი რომ რუსეთი აგრესორია, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს მიტაცებული და რუსეთი ყველა საერთაშორისო კანონების დარღვევით შეიჭრა უკრაინაში და უკან გამოჭრას როგორც ხედავ არაპირებს. ახლა კი ვიწყებ ეშმაკის ადვოკატობას. არა იმიტომ რომ რუსეთს გულშემატკივრობ, არა. თუმცა რატომ არ უნდა გულშემატკივრობდე რუსეთს? დიახ, რუსეთს გულშემატკივრობ, მაგრამ არა იმ რუსეთს, რომელიც დღეს აგრესორადაა ცნობილი, არამედ ჩემს რუსეთს, რომელთანაც მე ცხოვრები ძალიან დიდი მონაკვეთი მაერთიანებს და სადაც ძალიან ბევრი მეგობარი ამხანაგი ახლობელი მყავს. მე რუსულ კულტურაზე ვარ გაზრდილი და რუსული ლიტერატურა მიმაჩნია უნიკალურ მოვლენად. გამოჩენილმა ფრანგმა პოეტმა, ესეისტმა და ფილოსოფოსმა პოლ ვალერიმ ბრძანა რომ 3 საოცრებაა მსოფლიო ისტორიაში. ელა და იტალიური რენესანსი და რუსული ლიტერატურაო და მე სრულიად ვეთანხმები პოლ ვალერის, დიახ. ისტორიული კატაკლიზმების მიუხედავად რუსეთში იშვა უდიდესი ლიტერატურა და შეიძლება და რუსული ფილოსოფიაც აღმოცენებულიყო რომ არა ის მიზეზი, რომელსაც პროლეტარული გადატრიალება ჰქვია. და განაუცნაურია მინდოდეს რომ რუსეთში დაალაგდეს სიტუაცია, ის დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს, რომ მის გარშემო მყოფი ქვეყნები დამშვიდნენ და არ ეშინოდათ რუსეთის აგრესიისა და იყოს საერთო შეხმატკბილება. გამოგიტყდებით რომ ძალიან მეეჭობა რუსეთს ევროპის დაპყრობა რომ უნდოდეს, როგორც ამით ანგლო-საქსები აშენებენ ევროპას. მაგრამ შეიძლება ვცდები, ამ ბოლო დროს იმდეჯერ შემსთავრა რომ აღარ ვიცი თუ სადაა ძაღლის ნამდვილი თავი დამარხული და შეიძლება ჩერჩილის შთამომავლები მართლები არიან, როდესაც გაყვირიან რომ რუსეთს ეიფელის კოშკზე წითელი დროშის აღმართვა სურს. მით უმეტეს რომ პარიზში რუსული ჯარები ერთხელ უკვე იყვნენ და იქაურობა მოეწონათო. რამდენად აქვს რუსეთს ამის რესურსი არ ვიცი, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. მეგობრებო, ამ ბოლო დროს საერთაშორისო მიმომხილველობა უფრო და უფრო მithრევს თავის მორევში. კი ვეწინააღმდეგები თავს, მაგრამ ხშირად ვაგებ ამ ორთაბრძოლას და ჩემი გადაცემაც სულ სხვა ელფერს იღებს. მოკლედ, მაკრონისთვის სომხეთი ახლა კარგი ქვეყანა გახდა, რადგან ის, ანუ სომხეთი, რუსეთისგან მომავალი რისკებისგან გათავისუფლდაო. არ გეჩვენებათ რომ ეს წინადადება არის სრულიად ცარიელი და უაზრო. რა რისკებისგან გათავისუფლდა სომხეთი? რუსეთისგან რა მომავალი რისკები ჰქონდა და როგორ გათავისუფლდა თუ კი სომხეთში დღესაც განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები? ხო, მან კიდევ თქვა რომ ამის გამო რომ სომხეთი გათავისუფლდა რუსეთისგან, მას ყოველდღიურად ესხმიან თავს. ის ფაქტი, რომ სომხეთმა აირჩია მშვიდობა და ასევე ევროპა ძალიან ძლიერი სიგნალიაო. გესმით თქვენ ამ წინადადების შინაარსი? მე ცოტა დავიბენი. სომხეთმა გადაწყვიტა მშვიდობაო, ანუ აზერბაიჯანს არ გაუწია წინააღმდეგობა და თავის ნებით გამოვიდა ყარაბაღიდან. ამას თუ გულისხმობს მაკრონი, მაშინ მგონი მთლად კარგად არ იცის თუ ვინ ფარველობდა სომხეთს. სანამ აზერბაიჯანი ამდენი წელი სანგარში იჯდა და ზუსტად ამ მომენტს ელოდებოდა თუ რუსეთი როდის აქცევდა სომხეთს ზურგს. და რატომ აქცია? იმიტომ რომ სომხეთმა თურმე ევროპა აირჩია. მე არ ვიცი რაში გამოიხატება სომხეთის მიერ ევროპის არჩევა. მაქვს ეჭვი ვიფიქრო რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები სომხეთს იგივე შტუკას გაუკეთებენ, რაც უკრაინას და საქართველოს უკნეს. ანუ გასაბერ სტაფილოს ჩამოუკიდებენ სატყუარას სახით, მაგრამ ღმერთმა ქნას რომ ცდებოდა. ახლა კი ერთ კითხვას დავსვამ ჩურჩულით. მეგობრებო, ჩვენ ყველას გვიკიჟინებენ რომ რუსეთი არის ყველას მტერი. ამერიკის, ევროპის, ამიერკავკასიის,
სოფლიოს, სამყაროს მტერი. და ამის ლაპარაკი უახლოეს ისტორიაში დაიწყო ვინ? ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურაში უინსტონ ჩერჩილმა. 1946 წლის 5 მარტს უინსტონ ჩერჩილმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე აღარ იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მწვანე შუქი აუნთო ცივ ომს თავისი სიტყვით ფულტონში გამოსვლისას. და რატომ გააკეთა ეს? იმიტომ გააკეთა, რომ საბჭოთა კავშირისთვის, რომელიც გინდა არ გინდა გერმანული ნაციზმის დამარცხების მთავარი აქტორი იყო, ჟანგბადი გადაეკეტა და უკვე არარსებული მტრის ნაცისტური გერმანიის ადგილზე ახალი მტერი დაესვა. მტრის ხატის შექმნა ძალიან მომგებიანი ამბავია, განსაკუთრებით სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის. ამ ხატს ამოფარებულმა შეიძლება უსაზღვრო რაოდენობის ფული ხარჯო. СССР ომის შემდგომ პერიოდში საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ 46 წელს მხოლოდ ამერიკას ჰქონდა ატომური იარაღი და სტალინი ჩემი მისდამი ნეგატიური განწყობილების მიუხედავად არ მგონია რომ სოფლიო რევოლუციას გეგმავდა და მისთვის სრულიად საკმარისი იყო გადანაწილების დროს მიღებული აღმოსავლეთ ევროპული ბლოკი. და იმას ვამბობდი ამ ცივი ომის დაწყების სანაცვლოდ ცხელი მეგობრობა რომ დაეწყოთ, განა არაჯობებდა. მერე კი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეს ფუნქცია რუსეთს დააკისრეს. იმდენი უძახეს რუსეთს მტერი ხარ მტერი, რომ რუსეთმა ეს დაიჯერა და მართლა ყველას გადაემტერა. ასე მგონია მე. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.